ერთი პრობლემა ის რაც ეხლა თქვენ თქვით ბატონო შეიძლება თქვენს ორშაბათს თქვენ შაბათს გქონდეთ ეს ინფორმაცია როგორც ბატონო ათე აღნიშნა ორშაბათს დიდ რომ ხდება სტუდენტების ამ ინფორმაციის გაცნობა არ მოხდებოდა ის რაც ხდება ერთი სტუდენტის როლი შემიძლია იყო რომ ამის რამდენი სტუდენტი ხარ უნივერსიტეტში ერთადერთი პროცენტი როგორ მეწავა აპრიალთან და სამინისტროში ჩემს კონცერტს და ფასმაერა აი მე ჩვენ აფეთქი თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სასწავლებლის სააქტო დარბაზი პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც მათი ინფორმაცია. სასწავლებლის დახურვისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეერთების შესახებ რექტორმა ავთან დილჩუთლაშვილმა დაადასტურა. რექტორთან შესახვედრად სტუდენტები სასწავლებლის დახურვასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმების შესახებ პასუხების მისაღებად შეიკრიბნენ. რექტორისგან სასწავლებლის შენარჩუნება და სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში იმავე შენობაში გაგრძელება მოითხოვეს. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ მათი უფლებები შეილახა. ინფორმაციის თანახმად აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთი მთავარი მიზანი, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, არის ეფექტიანობის ამაღლება უმაღლეს სასწავლებლების და მათი ოპტიმიზაცია. 74 უმაღლეს სასწავლებელი შეიძლება იყოს. აიღო უნივერსიტეტი და მისი ხელმძღვანელობა ჩაყენებული საქმის კურსში და საერთოდ რა მიზანს როდის იყო? და უნივერსიტეტის სტუდენტობა და მისი ხელმძღვანელობა ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე იგებს. ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სააქტო დარბაზში შეკრებილ სტუდენტებს განუმარტა, რომ ქვეყანაში უმაღლესი სასწავლებლების ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს და უნივერსიტეტის რექტორად იძულებულია შაშკინის უწყების გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. რექტორმა ასევე უარყო სტუდენტების ინფორმაცია სასწავლებლის შენობის გასხვისების შესახებ. ის სტუდენტებს დაპირდა, რომ სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში ჩვეულ რეჟიმში განახლდებოდა. ამის პირველი გარანტია გაცემა. რომ თქვენი უფლებებისთვის ის რომ თქვენი უფლებები არ შეილახოს, არც ერთ გათმობაზე არ წავალ. ახსენოთ აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდა შეხვედრა, რექტორის შეხვედრა სამინისტროში შაბათს, სადაც იყო მსჯელობა აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე. თბილისის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის სახელწოდებიდან გამომდინარე არის სახელმწიფო დაწესებულება და სახელმწიფო მთავრობა თავის უფლებამოსილი ორგანოს მიერ უფლებამოსილია კანონმდებლობით განახორციელოს მასზე დაკისრებული უფლებამოსილება ჩვენ სუხარებით დავეთანხმეთ ამ გადაწყვეტილებას. სასწავლებლის სააქტო დარბაზში რექტორთან შეხვედრამდე დილით სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად აუდიტორიები დატოვეს და უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ. სასწავლო პროცესი ჩაიშალა. სტუდენტებთან ერთად სასწავლებლის დახურვას აპროტესტებენ პროფესორები. ისინი აცხადებენ, რომ მათ უნივერსიტეტის დახურვის შესახებ ორშაბათს კათედრის გამგისგან შეიტყვეს. პროფესორები გაურკვევლობაში არიან და არ იციან რა ბედიელით. სასწავლებლის შენობასთან სტუდენტების მშობლებიც მივიდნენ. Გაუგნებიან, რომ თეოსიდან გადავყავართ ჯავახიშვილში
და აპროტესტებენ ბავშვები, სტუდენტებს არ უნდათ ჯავახიშვილის სწავლა და შესაბამისად ჩვენ გვინდა რომ დავიცოთ ჩვენი უფლებები. მოთხოვნა ისაა, რომ ჩვენი თეოსუ დარჩება თეოსუთ რა და აქეთ ჯავახიშვილიდან გადადიან თეოსუში და ჩვენ არსად არ წავალთ რა და ჩვენ აქ ვიქნებით. და არავინ არ გვაიძულებს რომ წავიდეთ. და რეალური მიზეზზე თუ არის საუბარი? რეალური მიზეზი რა თქმა უნდა, ალბათ ვიღაცა თურქმა იყიდა და სასტუმრო უნდა ააშენოს. გაყიდულია შენობა, რა თქმა უნდა, აბა რა. კიდევ გავიგეთ რა ხდება უნივერსიტეტში და იმავე დღეს მოვედი. გუშინ ვიყავი რექტორთან ერთად დამახმარა რომ უღელავთ არაფერი არ არის, დღეს მოვედი ასეთი ამბავია ბავშვებში. და რაც ის მე ვითხოვ რომ უნივერსიტეტი დარჩეს იმ სახით რომელიც სახითაც არის. არავის არ აქვს უფლება აკრედიტებული ინსტიტუტის გაყიდვის სტუდენტების და კიდევ პროფესორ მასწავლებლების უფლებები არ უნდა შეილახოს და ქუჩაში არ უნდა დარჩენ, რადგანაც სტუდენტს უწერია რომ მას უნდა მოხვდეს თეუსუში, ანუ ეკონომიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეს არის სტუდენტის არჩევანი და მისი უფლება. ცხადია აქვს მას ამ უფლებისათვის იბრძოლოს და დაიცვას ეს თავისი უფლება. უმაღლესი სასწავლებლების რეორგანიზაციის პროცესში თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან მიერთების საკითხი საქართველოს მთავრობის 3 ნოემბრის ხდომის დღის წესრიგში იყო შეტანილი. მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. ის უნივერსიტეტის ფინანსურ პრობლემებზე ალაპარაკდა. უნივერსიტეტი არ იხურება რეორგანიზაცია. ხდება უნივერსიტეტის ოპტიმიზაცია, მატერიალური ბაზის შერწყმა თესეულის უნივერსიტეტთან, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფინანსურად უნივერსიტეტი იმისათვის, რომ ეს ფინანსური პრობლემები, რომელიც აქვს თეუსს, იყოს მოგარებული. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 1992 წლის 19 მარტს დაარსდა. სასწავლებელში ფუნქციონირებდა ბიზნესისა და მართვის, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტები. უნივერსიტეტმა აკრედიტაცია ორჯერ 2004 და 2006 წლებში გაიარა. წარმოდგენაც არ აქვს რა ხდება. არავინ არ მოსულა განათლების სამინისტროს წარმომადგენელი და არანაირი განცხადება ჩვენთან არ გაუკეთებია. სამწუხაროდ გულგრილობა ყველაზე დამღუპველია მე მგონი ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ არა ვართ ოპოზიცია, ჩვენ არ ვდგევართ ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი პირადი უფლებები და ჩვენ ალბათ სახელისუფლებაზე ყველა ვალდებულია თითოეულ ჩვენთაგანზე იზრუნოს, თითოეულ ჩვენი პირადი უფლებები დაიცვას. იმ ბავშვებისა, რომლებმაც განცხადება გააკეთეს, განაცხადა ჩააბარეს ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში. საბოლოოდ პრემიერმა ნიკა გილაურმა დადგენილებას უნივერსიტეტის გაუქმებისა და სტუდენტების ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ ამ სხდომიდან 12 დღეში მოაწერა ხელი. 3000-მდე სტუდენტი მათი სურვილისა და ნების საწინააღმდეგოდ სასწავლებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაიყვანეს. უნივერსიტეტმა არსებობა 2011 წლის 1 იანვარს შეწყვიტა.